არ მეგონა თუ მოვესწრებოდი ესეთ რამეს, აი მოვესწარი. ადამიანს ჭამა ასე უხდებოდეს. მოგესალმებით, ვიწყებთ გასტრონომიულ ეპიზოდებს GeoProduction-ის არხზე და დღეს პირველი იქნება რესტორანი უბანი ნიუ-იორკიდან, რა თქმა უნდა. მოკლედ, ნიუ-იორკი არ არის მარტო სინათლის და სათამბჯენების ქალაქი, ნიუ-იორკი კვების მხრივ და რესტორნების მხრივ ნამდვილი გასტრონომიული მექაა, ამიტომ უხერხულია რომ ამდენი ხანი მე ეს ვერ მოვახერხე და ვერ გაჩვენეთ ის საინტერესო ადგილები, ის საინტერესო რესტორნები, ის საინტერესო ქართული რესტორნები, რომელიც ნიუ-იორკშია განთავსებული. ერთ-ერთი მათგანი არის რესტორანი უბანი, რომელიც ძალიან პოპულარულია არა მარტო ქართველებში, არამედ უამრავი ტურისტი სტუმრობს დღის მანძილზე, საღამოს დინერს აღარ გულისხმობ. დღეს გასტრონომიულ მოგზაურობაში რესტორანი უბანი გვიმასპინძლებს და გვამოგზაურებს. ნახოთ რა არის მათი საფირმო კერძი და გავიგოთ როგორ ამზადებენ, როგორი ინგრედიენტებით, რა ინგრედიენტებით ახერხებენ ისინი ამ სასწაულის მოხდენას. მოკლედ, გეპატიჟებით ყველას გასტრონომიულ მოგზაურობაში. ვიწყებთ რესტორანი უბნიდან. ამ ეპიზოდში მეგობრებო, მარტო არ დავაგემოვნებ საგაზაფხულო კერძს, რომელსაც ეძახიან ქართული კულინარიის და ქართული გასტრონომიის წვნიანების დედოფალს ჩაკაფულს. დღევანდელი ამ ეპიზოდის სტუმარი იქნება გურმანი დავით ლაბაძე. ღორმუცელა, სულ სწორებ. დავით, როგორ ხარ? მე გურმანი კი არ ვარ, მე ვარ ღორმუცელა. რატო? ანუ მიდან გადაცემები ზოგი რო არის, ამას ჭამს, იმას არ ჭამს, მე ვჭამ ყველაფერს და ბევრი. ამიტომ მე ვარ ღორმუცელა. ყველაფერში ამაგიხდება რა. ან მე არ მინახავს ეს რამოდენიმე ეს ეპიზოდში მაქვს შენი ამ კულინარიულ ეპიზოდებში შენი ჭამანა. ცნობილი ღორმუცელა. რამდენსაც ხორხოცებენ შენზე შენი მეგობრები და ჩვენი მეგობრები გადაცემაში. მე მგონი ეგრეც არ უნდა იყოს საქმე. ხო და აი ესეთ პროექტებში დავდივარ, რომ ელიტარული ღორმუცელის რაღაცა კარიერა მოვიწყო. და იმიტომაც გეძახიან ესეთ პროექტებში, რომ ეს უფრო განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, ელფერი შეძინო, ადამიანს ჭამა ასე უხდებოდეს. ესეთი ადამიანი ყოხნით არ ვიტყვი, მაგრამ ადამიანს ჭამა ასე უხდებოდეს მე. ნებისმიერ დროს დაუძახეთ დავით ლაბაძე, ეს თუ ვინმე ჭამს დღეს. შუა ღამეს რო გაავიძოთ, შუა ღამეს რო გაავიძოთ და მიაწოდო რამე საჭმელი უკანარდაი. გამრავლების ტაბულაზე. აი. დავით. მოკლედ კულინარიული ეპიზოდი დავაგვიანე ცოტა ჩემს YouTube არხზე, მაგრამ ეხლა დროა მე მგონი რომ სადაც ვიმყოფებით ნიუ-იორკი, არა მარტო წეგანაც ვახსენე ჩემს სტენდაპში, რომ არა მარტო სინათლის და სათამბჯენების ქალაქია, არის ერთ-ერთი გასტრონომიული მექა. რა თქმა უნდა. თავისი street food-დან დაწყებული, გაგრძელებული ბარბეკიუთი და მაღალი დონის კიდე რესტორნები, რა ვიცი. მე ვთვლი რომ არც ერთი დიდი ქალაქი ესე დიდი არ გახდებოდა თუ რაღაცა კულინარიული არ იყო. კი ბატონო, ნამდვილად. აქ ეხა ბევრი ვერაფერი ვერ მოვასწარი, მაგრამ ერთგან ვიყავი ძალიან ცნობილ რავი ერთი ასის მისარიო კაც ესე კი ბატონო როგორც კაცების წარმომადგენელი ვარ მე სულ ვიყავი არ შეიძლება ფიგრიჩი სტეიქს ოძახიან ხორცები და პურები და ყველა პრეზიდენტი და ყველა ცნობილი ერთი 100 მეტრიან რიგში ვიდექით და შიგნიდან აი ჩვერო ბოდიში და ზაბიგალოკებს ვეძახით ეგარი ოღონ რა ვიცი სავსეა სურათები თუ ვინმე ცნობილი გინახავს ნამყოფია და კი ბატონო ამათი ერთ-ერთი ხიბლიც ეგ არის რომ რაც უფრო ძველია და რაღაც ისტორიას ატარებს არ აქვს ინტერიერზე ესეთი გამახვილებული ყურადღება აი მაგალითად ბარმენს უთქვამს რომ ეს მაგიდა ეხლა რომელსაც შენ ხელი გიდევს და მეჭიქა დაგიდე არის 140 წლის ანუ ის ხე შენთან ბეთანიაში ეხლა ნახე გამოვდება ის მაგიდა მათ ორი რაღაცაა რა ერთი ძველი რატოა კარგი განსაკუთრებით ესეთი რაღაცა სადაც ვიყავ იქ არის სულ აი ზაბიგალოკებზე მუშაობს მით უმეტეს არის სულ 1-2 კერძი ის თუ გაფუჭდა გაწყდება ისას კონკრეტული რაღაცის ის არის ანუ თუ ის შენამდე მოვიდა, ესე იგი კარგია და სულ კარგი იყო. იმიტომ რომ ერთადერთი რამე არის ითიც გიზიდავს, ეს არის ის კერძი. ნებისმიერი სხვა ფეშენ რესტორანი და სხვა ბევრი რამით გიზიდავს რა.
იქ სასმელია კარგი, იქ სერვისია კარგი, მუსიკაა ცოცხალი, კარგ ადგილზეა, კარგად არის მოწყობილი და სტუმრის წაყვანა არ ეხავს კი ბატონო. და ამიტომ ბევრი ფაქტორია და ყველა უნდა მოიშალოს, რომ გაწყდეს ეს ისა და ხო, რაღაც ისტორიის ნაწილიც ხდები, შენც იჩთები რა, ეგ არის. და დიდხანს რომ მიყვევი ამ დინებას, მე უკვე შენც კი ბატონო. რო აკრიფავ 10 რაღაცა რაც უნდა ვნახო, შენ რაღაცას აგდებს მე კი ბატონო, გასტრონომიული მექად ყველა მithქვამს დასაწყისში და მინდა განვავცო ამ გასტრონომიულ მექაში აგერ უკვე რამოდენიმე წელია ესე მკვეთრად შემოდის ქართული სამზარეულო, ახლა ვიცით ცნობილი სამზარეულოები, იტალიური, ესპანური, რომელსაც ვაგემოვნებ სხვადასხვა ქვეყნებში, მოგწონს, გვიყვარს. ესპანური ვახსენე და აქ ხო იცი რომ მეორე ანუ second language არის ესპანური და ბევრი სპენიში მუშაობს, ბევრი მექსიკელი მუშაობს და ძირითადად მათი კერძები არის ნუ ამათი არომატებით და ამათი გემოებით და ჩვენი გემოები უცხო ჩვენი სუნელებით, რომელთაც შემოვდივართ ახლა ამ ბაზარზე ეგრეთ წოდებული, ცოტა არ იყოს და ძალიან მოწონთ. არა მარტო ჩვენზე, ანუ ეხლა მაგალითად უბანის რაც ვიმყოფებით რესტორანში, არის ეს გათვლილი ქართველ ადამიანებზე და ქართველი უნდა მოვიდეს და ხინკალი შეჭამოს. არა, ეს არის უკვე ისეთ ზონაში, სადაც უამრავი ტურისტი სტუმრობს დღის მანძილზე, სანამ დავიწყებთ გადაღებას, ჩაწერას ამ ეპიზოდის რამოდენიმე, აი ახლა აქედან გაიხდა, მაგიდა იყო დატვირთული უცხოელი. ქართველი ეს არ შემინიშნავს. ეს ხო უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენი კულინარიაც მოდის და ჩვენი სამზარეულოც სოფლიო დონის ქართული სამზარეულო ობიექტურად ძალიან საინტერესო სამზარეულოა. და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის, რომ იმ ხალხის რაოდენობა რო გაიზრდება, ვინც საქართველოში ნამყოფია და ეს გასინჯა, აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნილება სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ სამზარეულოზე. ერთადერთი რა არის, ცოტა სტანდარტიზაცია გვინდა, რომ აი აქ რო შემოვა ადამიანი და იმერულ ხაჭაპურს მოითხოვს და სადღაც სხვაგან რო შევა და მოითხოვს, ხო, ძალიან რადიკალური განსხვავება. და დედამიწა. ხო, რაღაცა აუცილებელი. ხო, ერთმანეთში გარიგება საჭირო ან რა ვიცი რა. აქ ძირითადად ეხლა ამდენ რესტორანსაც ვსტუმრობ, არ ვიცი ხა ყველა შეფი არ გაანდობს თავის საიდუმლოებას, რა ალბათ რას იყენებს იმ ხაჭაპურში, მაგრამ კონკრეტულად სამი ყველი მუშაობს რა, ანუ მოცარელას ყველი, ფეტას ყველს იყენებენ, რომელიც მიახლოებულია იმ სულგუნთან, იმერულ ყველთან, მდნარი ყველი ხო ხდები, რომელიც უკვე აი ხაჭაპურის უფრო შოუს ელემენტად არის ეს ყველაფერი და გემო. ცოტა არ არის ცუდი რა. ეს ხაჭაპურსო სინჯავი იმ გემოებში ამ თუნდაც ფეტა ყველით და ეგრეთ წოდებული სამი ლურჯი და წითელი სულგუნით ისა გახეხილი მოცარელათი კეთდება რა. ხო არის ეს ლურჯი და წითელი სახე შეფუთვას. ორივე ყველს აქვს ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებული გემო, რომელიც უკვე მოდის ჩვენი ხაჭაპურის გემოზე. ანუ ჩვენი ხაჭაპური ფაქტობრივად აქ ამერიკაში არის ორი ყველის დახურული პიცა. კი ბატონო, ინსპირაცია ქართული და ფორმა მოცემულობა ქართული, მაგრამ გემოებიც რა თქმა უნდა. ბევრი კარგი რესტორანია დღეს ნიუ-იორკში, ნამდვილად შემიძლია აღვნიშნო ქართული, ერთ-ერთი არის უბანი და არაერთხელ ვსტუმრობ ამ რესტორანს, როგორც გითხარი, ჩემ მეგობრები არიან აქ და ერთადერთი რაც მომწონს კიდე არის ეს ინტერესი. ხა შენი ის მაინტერესებს, რომ შემოხვედი ნიუ-იორკში ხარ, მიდთაუნში მანჰეტენზე, ცენტრში და შემოდიხარ ძალიან აი როგორ გარდა ეს რო წაგეკითხა ახლა უკან. ხო, მაგრამ მე არა ვარ ნიუ-იორკელი, ანუ ჯერ ამ ესთეტიკაზე არ ვარ გადაწყობილი და ჩემთვის საქართველოსთან ჩამოსული ადამიანისთვის ძალიან მისაღებია. აი რა ვიცი, მინიმალიზმი. მშობლიურიც კია ეს გარემო რაც აქ არის შექმნილი. არ ვიცი ხა ნიუ-იორკელისთვის როგორია. ეგზოტიკურია, აი ეს აგური, მაგრამ აგური არც აქ უკვირთ ხა. აქ არის იცი მაგალითად დეტალების კეცები, ხო, საერთოდ ეს თუ არ და არის ამ კეცის მნიშვნელობა. ხო, თუ არ იცი ჩვეულებრივი ორიგინალური დეკორია. და მინიმალისტური, რომელიც მომწონს ფერებიც, რაღაც და ძალიან ბევრი დეტალია ამ რესტორანში, რომელსაც გამოვარჩევდი და სხვათა შორის მეორე ფილიალია ეს უბანი. პირველი ქონდათ აქვთ ბეირიზია ის და ნუ ის ბევრად პატარაა და არ არის ამ მოცულობის, მაგრამ ეს იმდენად მასშტაბურია ჩემთვის ადგილიდან გამომდინარე და კიდე მე აქაური ქართული დეტალებით, იქით პეტრეოცხელის ნახატებით, ანუ ცოტა ის ხო, შემოსასვლელში კი.
არ ვიცი ხა ეგეც რამდენად ნიუ-იორკელო შემოდის ხდება რომ უცხელია, მაგრამ ლამაზია და ის უცხელი ცოტა ის არის რაღაცა მაშინდელი თანამედროვეობა რა კარგად არის შერწყმული. რა მაინტერესებს ეს როგორი ადგილია, აი რანაირად ძალიან დატვირთული ტურისტი. ნიუ-იორკის რუსთაველი, ნიუ-იორკის საბურთალო, ნიუ-იორკის ვერა, ნიუ-იორკის ვაკე რა. ვაკე. ნიუ-იორკის ვაკე ეთელი მითაული რო ჩავყა, ანუ აქედან მეორე, მესამე, მეოთხე და ანუ ქუჩების ქვედა და როგორ გადავდივართ იმისკენ ცენტრალური მანჰეტენისკენ, ასეთ ეძახიან უკვე ტაიმს სკვერი და ასე შემდეგ. ანუ რა ემპაიარი კიდე რა ხო, აქეთ მხარე ვართ. არა ბევრია ამ ჩაყოლებაზე რესტორნები. სარესტორნო დასახლება არის კი დასახლება სხვათა შორის. და ერთ-ერთი ნუ ქართული რომელიც მართლა თავს იწონებს, ანუ ეხა გვერდებს შეცვარ ნამყოფ იტალიური რესტორანია გვერდით კიდე. ანუ ეს ადგილი არის ისეთი ადგილი, სადაც უკვე ადამიანი მოდის გამიზნულად რო ჭამოს. იმის მაგივრად გარდა რომ მოხვდები კიდე ამ ადგილზე ხშირად, შენი ტურისტული გამოგზაურობის დროს, გადაადგილების დროს, ნუ ერთ-ერთი ადგილია რომ მოხვიდე და ჭამო, იმიტომ რომ აქ ჭამენ გემრიელი. ვის უფრო მოაწონს? აი ძველ თეთრ ნიუ-იორკელებს, ნიკერბოკერებს, ლათინური ამერიკის მკვიდრებს უფრო მოაწონს. ძველ თეთრ არა, ეს ქართული საჭმელები ვისთან უფრო ახლოს არის? მე მგონი ყველასთან. მე მინახავს სხვადასხვა ეროვნება, ანუ ეს ხო მაგალითად ნიუ-იორკის ზუსტად არის ჰაბი ემიგრაციის რა ყველასთან. იმ დროს ვამბობდით, რომ აქ ალბათ მოსახლეობის ნახევარიც არ არის ვისი native language არის ინგლისური. ხო, არა, ნუ ეგრე არის. ამ დროს ტურისტია. ეს არის ძირითადად ნიუ-იორკში მანჰეტენი და თუ მოდის მაგალითად რომ მოდიხარ 10 დღით სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა ირჩიო მანჰეტენს და არა ბრონქს ან κουინს, რომელიც მოშორებით არის და შედარებით იაფია, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ სასტუმროს აიღებ მანჰეტენზე, იმიტომ რომ ფეხით ისედაც იმდენი გიწევს რომ გადაადგილდე. კიდე იქიდან ტრანსპორტი, მე აქ ფეხით დაახლოებით 20 კილომეტრი იარო, ალბათ 10 დღეში ხო, 8 დღეში დასრულდება შენი მოგზაურობა. ხო, კრახით. არა, ბევრს ვერ ნახავ. ნუ როგორც ვთქვით, ქართული კერძები აქვთ რესტორან უბანში, როგორც რა თქმა უნდა, ინსპირაცია არის ქართული და პრეზენტაცია ცოტა შედარებით გათანამედროვებული, როგორც ვიზახით, ვამბობთ. იცი რა, ეგეც ერთ-ერთი ამბავია, რომ თუ არ გათანამედროვდა, შეიძლება, ნუ ისეცაც აღიქვავენ, მე ვფიქრობ, თუ გემოები ჭირდება მათში, მაგრამ რაღაცა ამ საერთაშორისო დონის ეგრე ხო დაიხვეწა იტალიურიც, ესპანურიც, ხო ეგრევე ეგეთი სპეშალ არისო, ხო, მაგალითად მიშლენის რესტორანში ხო არ მოქონათ ეგეთი სპეშალ ინსპირაციებით, მაგრამ ის რჩება გემოები და მოაქვთ უკვე პრეზენტაცია ახლებურად და ჩვენი ქართული რესტორნებით, ნუ ალბათ ბევრი კულინარიული პროექტიდან გამომდინარე, ჩემი სიყვარულიც ამ პროექტების და მე ამ კულინარიის მიმართ უფრო გაღრმავდა, სწორედ მაშინ როცა მოვიგე სამზარეულოს ომები და უფრო მეტი ინტერესი მივეცი, მეტად დამაინტერესა და ძალიან დიდი სფეროა კულინარია ნამდვილად ხო და მაგაში აი მე მაგალითად რაღაცა პატარა ეჭვები მაქვს. ნახე, ეს ფიუჟენი ხო საინტერესოა ქართველისთვის. ვინც იცის როგორია ვთქვათ ორიგინალური ხურად ჩაჭრილი და გაჭრილი და რაღაცა შეცვლილს რო აჩვენებო, ნახე იმას აი ხანდახან ხო რაღაც ხუმრობაზე რო ფიქრობ ერთიდან მეორე, მესამე, მეოთხე და ის და თავი თუ არ იცი, ხოლო რაც მე საერთოდ აღარ არის. ვერ დაასრულება. ხო და აი აქ პირდაპირ შემოდიხარ რაღაცა დანავაროტკებულით, ანუ აი ფიუჟენით. მაგას ხوارჯობია კლასიკური შემოხვიდე რა. ანუ მე ვიცოდე რა არის ნამდვილი ხაჭაპური და მე ის შენი რაღაცა აპგრეიდები. მე ვფიქრობ, ეგ ძირეულ კერძებს, ახლა ხაჭაპურს, რომელსაც იუნესკო იცავს, ფორმას და რა უნდა შეუცვალო. აი ეს კლასიკა თაობებმა რაც გაუმჯობესა და მოგვიტანა აი ის ხო არ უნდა პროცენტულად დარჩეს და რაღაცა ებატო მე ვფიქრობ რომ ეს რესტორანი უბანი ახლა გავსინჯავთ კერძებს არომატით წამოვიდა უკვე მოდის სუნი სასწაული ჩაკაპულთან როგორ დამოკიდებულება ჩაკაპულთან მაქვს დაძაბული ძალიან მიყვარს ჩაკაპული მიყვარს ბატკნის ჩაკაპულიც კლასიკური ხურის ჩაკაპულიც ხბოს ჩაკაპულიც სოკოს ჩაკაპულიც კი მიყვარს და მიჭამია
გაკეთებაც მიცდია და ძალიან კარგი გამომსულია. კი ბატონო. ორჯერ. და გული მწყდება რატომ ამ დაძაბული სეზონური. ხო, ნუ აი, იმიტომ რომ ის არის აი ეს მწვანილები, ცოცხალი მწვანილები თუ არ გამოიყენეთ არხუნის ის რაღაცა. სხვათა შორის სეზონური აქ არ არის. აქ სეზონის ნებისმიერ დროს ნებისმიერი მწვანილი შეიძლება მათ შორის არხუნიც. არხუნაი. კი, თელი ზამთარი მივირთმევ მე და აი, მაგიტომ მაინტერესებდა რომ მე მენახა და ტყემალი ძირითადად იმპორტი საქართველოს შემოსული დახოფული მგვალი ტყემლები, რომელსაც ჩვეულებრივად იყენებ, რა კონსერვირებული. რომელსაც ჩვეულებრივად იყენებ, ზამთარშიც ჩვეულებრივად დაგვიკეთებიან და ჩემს სამეგობროს, ღვინოც არის, რა თქმა უნდა. თეთრი ღვინო უხდება სიმჟავიანობისთვის ხო იცი და მზადდება, ერთ-ერთი ტექნიკა არის კიდე ჩაკაპულში რო ჩაკაპულის კლასიკა არის მწვანილი ხორცი და ღვინო. თეთრი ღვინის აუცილებლად წვეთი წყალი. კი ბატონო. ხო. მოდი, აღარ დაველოდოთ ეხლა მივირთოთ ეხლა კერძი უშუალოდ, ჩაკაპული, გავსინჯოთ ჩაკაპული და უთხრათ ჩვენს გამომწერებს, რომ როგორი ჩაკაპული იჭმევა. კი არა, შევახარბოთ რესტორან უბანში. ეს თუ დაიდება მარხვის დასრულებამდე, უამრავი ადამიანი უბრალოდ დაწყევლის. არა, ეხლა გაზაფხულია, თან გაზაფხულის პირველი ეპიზოდია და მე მგონი ლოგიკურიც არის, რომ ჩაკაპულით დავიწყოთ ეს ეპიზოდი, ამიტომ რა გემრიელი არომატი მოდის. გაზაფხულს უნდა ერქვას ჩაკაპული, ჩემი. შემოდგომა ზამთარი ჩაკაპული ზაფხული. კარგია. აი, ზაფხულსაც და იმასაც მოვიფიქრებ რამეს, მაგრამ ეხლა აი ოპა, მოდის. არომატი თუ იმჟელებთ უკვე სანამ გავსინჯავთ, სასწაული და ტრადიციული არომატები და გემოები მოდის ჯერჯერობით. ერთადერთი რა გამიკვირდა, იცი, ჩვენ ესე არ ვაკეთებთ. ბევრ წვნიანზე ვიცით მოყრა ბოლოს, აი რომ გადმოვიტან წვანილის და აი ამას გონდა ტარხუნა მოყრილი და საინტერესოა რა. აი საინტერესოა და მოდი ნახოთ. ხო, ავინაცოთ რა კარგი ბატონო. აბა. ძალიან გემრიელია. ზომიერი მჟავიანობით კარგია. ძალიან გემრიელი. კი, ხორცის სტრუქტურაც კარგად არის გემრიელად. ანუ ჩაკაპულის პრინციპიც ეს არის, მე მახსოვს. ხშირად ვარ ნაყოფ მამაჩემთან ერთად ბავშვობაში იმას რომ აი მამაჩემის სამეგობრო ერთად დაჩაზე ამზადებენ ჩაკაპულს და მახსოვს ტარხუნას ღეროებს აცლინენ ამ ფოთლებს და იმ ღეროებს მასში გასრულში აფენდნენ ეს კელეთკება და აწყობდნენ და მე რეიცხებოდა უკვე ეს ფენა აწყობა ხორცი. კრავდნენ ოღონდ ძაფით. კი ბატონო. მე რო ამოიღო. და ძალიან აყვე რაღაც იმიტომ რომ ნახე, ისიც კარგია. მოკლედ ორნაირად გაკეთებული ჩაკაპული შემოხვედრია საქართველოში. უფრო აღმოსავლეთისკენ აკეთებენ დიდი ხორცი, დიდი ნაჭერი ხორცი. კი ბატონო, ჩვენსკენ მან ქართლში მაგალითად კი ბატონო. და დასავლეთისკენ უფრო პატარა. მე აი ეს პატარები უფრო მომწონს, იმიტომ რომ ფაქტურად იქნება მე რა. რაღაც პონჩის დიდიც კარგია, აი. მე მგონი სიტუაციას გააჩნია სადახარ, სად ხორცებ, აი ეგ არის. ხომ ეს ახლა ჩემთან უფრო ახლოა, ძალიან გემრიელია რა. კი ბატონო, გემრიელია. ხორციც და წვენიც. რამდენი ხანია რაც შემდა ჩაკაპული, ესე ვთქვათ, relationship-ში ხართ? ბიჭო, სიყვარული და მოკიდებულება ხო გაქვს ამ? გაგიკვირდება და ბავშვობაში არ ვიყავი კარგი მჭამე. ხო, მაგრამ ეს მამის კითხვა მინდოდა ბავშვობიდან, აი წვიანებს ხო არ უყურე. აი რანაირი ბავშვი ვიყავ, იცი, ხახვებს რო არჩევენ საჭმელად. ეს გამიკვირდა შენგან. ხო და მჭამელად ჩამოუყალიბდი სადღაც სტუდენტობა გაჭირვების პერიოდში. ხო, როცა არ უნდა მოგეთხოვა საჭმელი პაში და იმიტომ რომ აღძარული ხელი ხო გემრიელი როცა არ უნდა. ჯარიდან რო ჩამოვედი რა. ანუ აი 20 წლის ვიყავი უკვე, როცა ყველაფრის ჭამა დავიწყე და ნუ კიდე ყველაფერს არ ვჭამ, თევზი არ მიყვარდა და ეხაც არ მიყვარს რაღაც ისეთ ნათქვამია. რაღაცა ტიპის თევზები საერთოდ არ გამისია. არ არის შენს პრიორიტეტში რა, რომ ზღვის პროდუქტი. რაღაცა თევზები მიყვარს. რომელი თევზი გიყვარს? მიყვარს ანუ მომზადებული ბათუმის ტავრიტკა შემწვარი.
პატარა. კარგი რა დავით, როგორ მენატრები. მიყვარს თავისი ტყემლით ღმერთო, შემწვარი შებრაწო. უფრო ის უხდება. პამიდურის აწევი. კი ბატონო. ყემალიც უხდება, აი მაგრამ ბარაბულკას ხო უხდება ეს ტყემალი. ხო, ბარაბულკა სასწაული, მაგრამ მე არ მიყვარს ბარაბულკა. მე მიყვარს ტავრიტკა. ხო, სწავლობენ ორივე მიყვარს. შენ თევზაობას მიყვარს როგორც ვიცი, ტავრიტკას არ აქვს თევზის გემო. და ბარაბულკას აქვს თევზის გემო. კი ბატონო, ეთანხმება. მე აი ის ტავრიტკა მიყვარს ბაზარში. არაგვის თევზი პატარა ისევ ესეთ შემწვავი კაცუნა ესეთ ზუგიანათრო. ზესუმზირას რო ეძახით. აი ტაფის ზესუმზირა საჭირო. ემბრიელი. რა სიტყვი ნიუ-იორკში ჩაკაფულის გასინჯვაზე და ბიჭო, აი არ მეგონა თუ მოვესწრებოდი ესეთ რამეს და აი მოვესწარი. ეს ინჯავს. უცხოელი ტურისტი აი ამ კერძს. ქართული კერძების მართლა რო ეძახი და რაღაც ცელისულდაგული დედოფალს, ამას წვნიანების დედოფალს. მეგონი მართლა გემრიელი. და ძალიან უცნაურია რომ ნიუ-იორკში ამ გარემოში ვიწევს ესეთი კერძის ქართული გემოებით მე გასინჯვა. ვფიქრობ, რომ ეს არის ქიმიური იარაღი. ამით შეიძლება დავარტყათ და მსოფლიო ამით უნდა ვებრძოლოთ ჩვენ მე მგონი სოლინა ბრძოლას გამოგვიცხადებს. სასწაულად გემრიელია. ან დინარის სათავეში რო შეუშვათ სადმე რომელიმე მე დამპყრობელის როგორ მაინტერესებს არა ქართველის რო არ მიჭამია ხაშლამა არა ქართველის პირით ამის გასინჯვა. არ გაინტერესებს. მართლა მაგარი ჩაკაპულია. მართლა მაგარი ჩაკაპულია მაგალითად. ჩაკაპული კარგი. ბრავო ბანი. ჩაკაპული არ მქონა გასინჯვას და შორის არ. აგავთ ლობიანი კიდე ყველი ხო ძალიან გემრიელია. ლობიანი ხაჭაპურს ეძახიან. და არა ესეთი ჩაკაპული მარტ ნიუ-იორკში ვარ 2 წელზე მეტია და მართლა არცად არ გამისინჯავს. ძალიან გემრიელია. თუ ძალიან კარგად შეზავებული. სასწაულია. კი ძალიან სასწაულია მაგარია. კარგი დავით. უმალებული არ სალათის გავსინჯოთ. მოდი. რესტორნის შებზარეული გვთავაზობს. ну რა თქმა უნდა ტრადიციული კიტრი პამიდურის სალატს ჩვენი ენაზე რო ვთქვათ. ოღონდ რაღაცა სპეციალური გემოებით. ну ნიგზიანი არომატიკა არის. ჩვენ რო კულტურული ხალხი ყოფილიყავით, ამით უნდა დაგვეწყო. აპეტაიზერად უნდა გვექცია. ყველი უნდა გვეყოლებინა და სტაფილო უნდა გაგვეხადა ხილად ბატონო დავით. მაგრამ 40 ადამიანებისთვის ყოველთვის ჩაკაპულით იწყება. არა ძალიან გემრიელია. არ იყო ცუდი გადაწყვეტილება ამით რო დავიწყეთ კაცო. რა მნიშვნელობა? სცენარიულია და ხორცი. ჩაკაპულმა დაგვაბრმავა. მოდი აი ხა, უკვე თამამად შემიძლია რომ სალათიც დავაგემოვნო. ოპა. ძალიან გემრიელი. კარგია. ამ შემთხვევაში თეთრი ღვინო ხო არ გვინდოდა რომ ბლომათ აქ ნიგოზი ხო. და სხვა კერძია. აბა ნახავ ახლა. ეს არ არის კიტრი პამიდურის სალათი. სხვა კერძია, აი. რო გასინჯავ კარგად გამოიყურება ისე, ვიზუალიზაცია არ კარგად გამოიყურება. ფრეშის იმას თოვებს. ძალიან ბევრი სალათის ფურცლებით რო არის და ძალიან ბევრი რაღაცების, სპინაჩებს და რაღაცებს ვამატებენ. აი ეს უკვე რაღაც ცოტა მატრაგვეცება მგონია ამ მარტივ და გემრიელ კერძში. რა შეიძლება მე არა ვარ მოლტის კრიტიკოსები ვარ ამ არა ვარ გასტრონომიის კრიტიკოსი ნამდვილად, არც მე. მიყვარს გემრიელი ჭამა. მეც კრიტიკოსი არა ვარ, მე ვარ მოყვარული. ხო და ჩვენს გამოწერებს უთხრათ რომ კომენტარებში დაწერეთ რა არის თქვენი საყვარელი კერძი ქართული. რადგან ახლა დღეს ვუყურებთ ქართულ რესტორანში, რომელსაც ქვია უბანი, შემდეგი გასტრონომიული ექსკურსიებიც გვექნება, რა თქმა უნდა ტრადიციულ ამერიკულ რესტორნებიც მინდა ვანახო, ბარბეკიუს ტრადიციები, აი როგორ ამზადებენ, როგორ ხდება დავარგება ხორცის, სტეიკი ხორცის, ყველის რა თქმა უნდა და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით რაც მე გამისინჯავს ამერიკაში ცხოვრების ჟამს სხვადასხვა ქვეყნის ესე ვთქვათ კულინარიული შედევრები ქართული არ ჩამორჩება არანაირად თავისი მრავალფეროვნებით, თავისი გემოვნური თვისებებით და მართლა რაღაცა გვაკლია, რაღაცის მოყვარახჭინება გვაკლია, რომ ეს ყველაფერი მივიდეს სოფლიო დონეზე და გახდეს ჩვენი სამზარეულოც, ქართული სამზარეულოც სოფლიოს, ესე ვთქვათ
ძირფესვიანი ნაწილი რა. კომენტახვები დავით. გვაქვს თუნდაც ჩაკაფული თუ მარტო ჩაკაფული რო შეუშვათ. გვაკლია შრომა მიზანმიმართული, რაღაცა დაგეგმილი და მართლა ღირსია და მგონია რომ გახდება. გავხდეთ ჩვენი კულინარიითაც ისე როგორც სპორტით, ხელოვნებით ან საუბრობთ გზაში, მართლა ვანათებთ სოფლიო რუკაზე რა ჩვენი წარმატებებით და კარგია რომ ჩვენი კულინარიაც ნელა იკიდებს ფეხს კარგად და ესეთი კარგი რესტორნები და კარგი რესტორნის ოუნერები ამ ყველაფერს აკეთებენ. მადლობა დავით, აღარ შეგაწყენ, იმიტომ რომ ლაივი გაქვს ხვალ. ხო და დღეს გვაქვს შეხვედრა. ეს კიდე შეხვედრა მეგობრებთან და გამიხარდა რომ ჩამოხვედით კაცებს წარმატებას უსურვებ, მე ვარ კაცების მაყურებელი, უფრო მეტ გამომწერს, ანუ მიღებას gold, როგორც აღნიშნეთ ვერცხლის YouTube ისე gold-იც მალე ჩამოგხსოვდეთ და მიხარია რომ როგორ გნახეთ და შეგხვდი და ხარ ჩემი პირველი ეპიზოდის სტუმარი რა. გაიხარ. პირველი ეპიზოდია და გზა გამილოცე. კეთილი იყო ამ ხო და აი სულ უგემრიელესი გადაცემები გეკეთებია. შენ ხო იქნები საქართველოში მე. იქიდან უყურე ხოლმე აი ამერიკული სინდაქსები, განახებ კაი რაღაცები და ესე რომ ვიზავე, ამას შენ გიშვები იქიდან. ჩამი. ოღონდ კარგი ნაჭრები მოვა. კარგი ნაჭრები დათვალიერებს. მადლობა მეგობრებო, ამ ეპიზოდის სტუმარი იყო ნათო ლაბაძე და შევხვდებით მომავალ ეპიზოდში. დიდი მადლობა, ნახვამდის.